თავი მეშვიდე, ვინ დგას სირთულეების მიღმა. ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც. ფილიპელთა 1:29. ფილიპელთა მიმართ წერილი 1:29 იწყება ძალიან კარგი სიტყვებით. ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მოგეცათ. თუ მხოლოდ ამ სიტყვებს წავიკითხავდით და არ გვეცოდინებოდა ამ ადგილის დასკვნითი ნაწილი, დაგვებადებოდა კითხვა: რა მომეცა? რა აღთქმაა ჩემთვის გამზადებული? პასუხი შემდეგია: მისთვის ტანჯვა. რა? ადამიანის გონებისთვის ეს გაუგებარი რამაა. მოგეცეს მისთვის ტანჯვის პატივი, მაგრამ ღმერთი არავის ატყუებს. ტყუილი მისთვის უცხოა. ზერელედ მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ნამდვილი საცდურია, მაგრამ ვინც ამ სიტყვების აზრს აცნობიერებს, მისთვის ეს სასიხარულო აღთქმაა. მათ, რომლებიც ქრისტეში იზრდებიან, გულის სიღრმეში იციან, რომ რაც მეტია ბრძოლა, მით დიდია გამარჯვება. წარმოიდგინეთ ერთგული მეომარი, რომელიც ბეჯითად ემზადება საბრძოლველად. მას კარგად ესმის ბრძოლის მნიშვნელობა. იცის, რომ ეს არის გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. იგი გულით მებრძოლია და ძალისხმევას არ იშურვებს, თავისი მეფის დავალების შესასრულებლად. ბრძოლის დღეს ის და მისი თანამებრძოლნი ხარობენ ამ პრივილეგიით, რადგან ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთ მეფეს დიდება და პატივი, ხალხს კი სიკეთე მოუტანონ. ეს მეომარი თავისი მეფისთვის უნდა დაიტანჯოს მოსალოდნელ ომში, რათა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვოს. ხედავთ კავშირს წარმოდგენილ მაგალითსა და ფილიპელთა მიმართ წერილს 129-ს შორის. შენი ტყვი, მაგრამ მე არ ვარ მეომარი, არც შეხედულება მაქვს მეომრის და არც გული. თუ ქრისტეში ხარ, მაშინ ნამდვილი ჯარისკაცი ხარ. რამე თუ ქრისტეს სიტყვა შენს გულშია ჩადებული. ქრისტე ყველაზე დიდი მეომარია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. აი რას ამბობს ბიბლია მასზე. სამართლიანად განეკითხავს და იბრძვის. მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი. გამოცხადების 19, 11, 12, 15. შენ შექმნილი ხარ მის მსგავსად და მის ხატად. შენ ფლობ მის ბუნებას. თუ ქრისტე მეომარია, მაშინ შენც მეომარი ხარ. ახალი აღთქმა გამუდმებით გვახსენებს ბრძოლის შესახებ. პავლე წერს: ეს სპორტული შეჯიბრი არ არის, რომელიც დასრულების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. ეს ბრძოლაა, რომელსაც სამკვდრო სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია და ის ეშმაკის და მისი დემონების წინააღმდეგაა მიმართული. ეფესელთა 6:12. ძალიან მომწონს მესიჯის მიერ თარგმნილი ბიბლია, როგორ გადმოგცემს პავლეს მოწოდებას. ჩვენ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ ჩართულნი და ამას ვერ გავექცევით. პავლე კორინთოს ეკლესიას მსგავს სიტყვებს წერს: ვინაიდან თუმცა ხორცში დავდივართ, ხორცილად არ ვიბრძვით. მეორე კორინთელთა 10:3-4. ცხადია, რომ ჩვენ სულიერ მეომრებს წარმოვადგენთ ომში. შენ ამ ბრძოლისთვის ხარ შექმნილი. შენ ხარ გულით მეომარი. პავლე შეგვაგონებს: იტანჯეთ ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედარდ მთავარს. მეორე ტიმოთეს 2:3-4 მუხლები. გულში და გონებაში ჩაიბეჭდე ეს სიტყვები. შენ ხარ მეომარი ქრისტეში. როგორც მეომარმა შეგიძლია აირჩიო სილაჩრე და გაიქცე ბრძოლის ველიდან. ან დააირჩიო გმირის გზა, ჩაება ბრძოლაში და გაიმარჯვო. პირველ შემთხვევაში გაგიხსენება როგორც დეზერტირს. მეორე შემთხვევაში კი შენი მეფისაგან ქებას დაემსახურებ. ქრისტეს მიერო ძვირფასო მეგობარო, ვიცი რომ შენი გული იწვის სურვილით აამომეფეს, განადიდო იგი და მისთვის იცხოვრო. ჩვენი ხორცი თუ უფლებას მივცემთ იბატონოს ჩვენზე, ესაა ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ქრისტეს ტანჯვებში თანამონაწილეობის პრივილეგია დაგაკარგინოს. რომაელთა მიმართ წერილიდან დავინახეთ, რომ ქრისტესთან ერთად ვიმეფებთ, თუ მასთან ერთად დავიტანჯებით კიდეც. ვიცით, რომ განსაცდელებისა და წინააღმდეგობების დაძლევა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამას სიხარულით უნდა შევხვდეთ და ტანჯვა მივიღოთ, როგორც ჩვენთვის ბოძებული პატივი და არაშიში. რაც მეტია ბრძოლა, მით დიდია გამარჯვება, შესაბამისად უფრო მეტია დიდება. აი ერთი კარგი ამბავი.
არასოდეს გექნებათ წაგების მიზეზი, რადგან ფლობთ აღთქმას. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში. მეორე კორინთელთა 2:14. ღმერთი არ ჩაგრავს შვილებს. წინა თავში იესოს ნათლობის შემდეგ მომხდარ რამდენიმე მოვლენაზე გავამახვილეთ ყურადღება. სულიწმინდამ იგი უდაბნოში გაიყვანა, სადაც 40 დღე და 40 ღამე იცდებოდა. იგი ღმერთმა წაიყვანა უდაბნოში გამოსაცდელად და არა ეშმაკმა. მამამ იცოდა, რომ მის ძეს სასტიკი გამოცდა ელოდა, მაგრამ ამას თავისი მიზანი ჰქონდა. ჩვენ უკვე ვისწავლეთ პრინციპი, რომ ღმერთი არასოდეს შეგიყვანს ქარტეხილში, ვიდრე არ მოგცემს მასზე გამარჯვების ძალას. გულში ჩაიმარხე ეს ჭეშმარიტება, რადგან განსასწრებში ყოფნისას იგი ძალას შეგმატებს. იესომ თქვა, რომ მამის ნების გარეშე არაფერს აკეთებდა. ის მთლიანად ღმერთის სულით იყო მართული. არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. იოანეს 8:28. ერთხელ, როდესაც ხალხს მთელი დღე ასწავლიდა, იესო ძალიან დაიღალა. წარმომიდგენია, რას გრძნობდა იგი. თავად მიქადაგია დღეში 4-5 საათი და ისე დაღლილ ვარ, რომ სახლში მისულ სიტყვაც ვეღარ მithქვამს. ასე იქნებოდა იესოც, მოსაღამოვდა. იგი მზად იყო დასასვენებლად, მაგრამ სულიწმინდამ აღძრა მოწაფეებისათვის ეთქვა ნავზე ასულიყვნენ და გაეცურათ. მეორე ნაპირზე ეშმაკეული კაცი იმყოფებოდა. ყველანი ნავში ჩასხდნენ და იესოს მაშინვე ჩაეძინა. ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ნავში მყოფთაგან 4 გამოცდილი მეზღვაური იყო. მათ იცოდნენ ზღვასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ და გამკლავებად შეეძლოთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ქარიშხალი არ ყოფილა. ტალღები ერთმანეთს ეხეთქებოდა და ნავს ატორტმანებდა. ამ გამოცდილმა მეზღვაურებმა ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს, იესო გააღვიძეს. ვერ ხედა ვიღუპებით. მათ იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ამ ძლიერ თლიფსის თავს დააღწევდნენ. როგორ ფიქრობთ, ამ შტორმის დროს სულიწმინდა და მამა შეშინებულნი იყვნენ? წარმოედგინეთ, რომ ისინი ერთმანეთში ფჭობდნენ. ამას ვერ გაუკლავდებით. ასეთი ქარიშხლის ამოვარდნას არ ველოდით. როგორ მოვიქცეთ? რატომ უთხარით იესოს, რომ მეორე ნაპირზე გადასულიყო? დიდი შეცდომა დავუშვით. ძალიან სასაცილოა, არა? რა თქმა უნდა, ასე არ მომხდარა. სულიწმინდამ იცოდა, რომ ქარიშხალი ამოვარდებოდა. რამე თუ მან დასაწყისი წიცის და დასასრულიც. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა. ესაიას 46:10. მან აიყვანა იესო ნავში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მოსალოდნელი საშინელი ქარიშხლის შესახებ. სულიწმინდამ დასაწყისი წიცის და დასასრულიც. და მაინც ღმერთი არასოდეს შეგვიყვანს ქარტეხილში, ვიდრე არ მოგცემს მასზე გამარჯვების ძალას. იესო იღვიძებს, ნავის კიჩოსთან მიდის და ქარიშხალს აწყნარებს. შემდეგ მოწაფეებს ეკითხება, რატომ ხართ ასე მშიშრები? რატომ არა გაქვთ რწმენა? მარკოზის 4:40. რატომ უსაყვედურა იესომ გამოცდილ მეზღვაურებს ასე მკაცრად? რატომ უთხრა, რომ მათ რწმენა არ გააჩნდათ? მანამ სადამ ნაპირს დატოვებდნენ, იესომ ასე მიმართა მათ. გადავცუროთ გაღმა, მუხლი 35. მას არ უთქვამს, გავცურავთ ნახევარ გზას და მერე ჩავიძირებით. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ იესოს სიტყვებში საკმარისი ძალა იყო, რომლის მეშვეობითაც მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ. წესით, თავად უნდა დამდგარიყვნენ ნავის კიჩოზე და შეეძახათ. ქარიშხალო, ვერ დაგღუპავ და ვერ შეგვაჩერებ. ჩვენ შევძლებთ მეორე მხარეს გადასვლას, რადგან მხსნელმა გვითხრა წადით. ასე რომ ჩამოგვეცალე გზიდან. ღმერთმა იცოდა, რომ ქარიშხალი ამოვარდებოდა. მან თავად წაიყვანა ისინი ამ გზით, მაგრამ იესოს მოწაფეებს ჯერ ქარიშხალზე ბატონობის ძალაუფლება მისცა. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ისინი, ვინც მეფობენ სიცოცხლეში და ისინი, ვინც დამარცხდნენ, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის ცოდნით, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავებით ჩვენ ვფლობთ ძალას, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე რომ ბოლომდე შეუპოვრად უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. და მეორე კორინთელთა 2:14 ჩაწერილმა ჭეშმარიტებამ შენი არსების თითეული უჯრედი მოიცვას, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში. ამ სიტუაციის პირისპირ მოწაფეები მარტო რომ დარჩენილიყვნენ, დაეხრჩობოდნენ, მაგრამ იესოს შეუპოვრობამ
არა მხოლოდ მოწაფეები გადაარჩინა დაღუპვას, არამედ მეორე ნაპირზე შეპყრობილი კაციც გაანთავისუფლა. და ეს ყველაფერი არ არის. ეს გამოჯამრთელებული კაცი წავიდა და დეკაპოლისის 10 ქალაქს ღვთისმსასუფეულის შესახებ უქადაგა. შედეგად, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიცვალა ღვთისმსასუფევლისათვის. იესოს და მის მოწაფეებს სულიწმინდა მიუძღოდა ქარიშხალში, მაგრამ ღმერთის ნება არ ყოფილა მათი დაღუპვა. ღმერთის მიზანი იყო შტორმის მეორე მხარეს მისი დიდება გამოჩენილიყო. დღეს მოციქულთათვის რომ გვეკითხა, ღირდა კი ამდენი ტანჯვა იმ კაცის განკურნებისათვის, ისინი უყუყმანოდ გვიპასუხებდნენ, ნამდვილად ღირდა. მოდით მეორე შემთხვევაც განვიხილოთ. პავლე სულიწმინდამ იერუსალიმში წაიყვანა საქადაგებლად, მაგრამ აირა ელოდა მას იქ. და სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა არ ვიცი. მხოლოდ სულიწმინდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის. საქმეების 20:22-23. ბერძნულ ენაზე სიტყვა განსასწრელი, ტანჯვა არის თლიფსის. ეს ტერმინი ჩვენ უკვე განვიხილეთ. ასე რომ სულიწმინდამ პავლე ისეთ ადგილას წაიყვანა, სადაც დიდი სირთულეები შეხვდებოდა, მაგრამ ისევ ვიტყვი, ღმერთი ყოველთვის გვაძლევს მადლს, რომ ცხოვრებაში წამოჭრილი დაბრკოლებები დავძლიოთ. რა შედეგი მოჰყვა პავლეს შეუპოვრობას? სახარება არა მხოლოდ ებრაელებმა და წარმართებმა მოისმინეს, არამედ რომის იმპერიაში მცხოვრებმა მრავალმა ადამიანმა, ჯარისკაცებმა, მოსამართლეებმა, რეგიონში მცხოვრებლებმა და თავად კეისარმაც. და ეს ყველაფერი იმ ერთი კაცის მეშვეობით მოხდა, რომელიც სულიწმინდამ განსაცდელებში გაატარა. ეს განსაცდელი და ტანჯვა ღმერთს არ გამოუწვევია. ღმერთმა იცოდა, რომ პავლეს სირთულეები იმიტომ შეხვდებოდა, რომ ცოდვით დაცემულ ქვეყნიერება ღმერთის გზებს ეწინააღმდეგება. ქრისტეს სიყვარულის გამო პავლე დაემორჩილა ღმერთს და ამიტომაც მიეცა მას ძალა განსაცდელის დასაძლევად. პავლემ თავისი მისია რომში ასე შეაჯამა, რა დევნა არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან, განსაცდელისგან გვიხსნა უფალმა. მეორე ტიმოთეს 3:11. პავლეს სიტყვები მეფსალმონის გამოძახილია, ღმერთმა ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა. ფსალმონის 53:9. არა რამდენიმე გაჭირვებისაგან, არამედ ყოველგვარი განსაცდელისგან. ეს ნიშნავს, რომ 100%-ით განთავისუფლდა. ეს აღთქმა ჩვენს გვეხება, შენს და მეც. მშობლის რჩევა. როდესაც ჩვენი პირველი შვილი ედისონი სკოლაში მივიყვანეთ, კლასელებმა აბუჩა დაიგდეს და სულ დასცინოდნენ. რამდენჯერმე სახლში ატირებული დაბრუნდა იმის გამო, რომ მოედანზე ბავშვებმა იგი მასხრა დაიგდეს. იმედია მიმიხვდებით, როგორც მამას რისი გაკეთების სურვილიც გამაჩნდა. მინდოდა მივსულიყავი, 1-2 ალიყური მეთავაზებინა მათთვის და მკაცრად გამეფრთხილებინა. აღარ გაბედოთ ჩემი შვილის შეწუხება. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება 3 პრობლემას წარმოშობს. პირველი ის, რომ ჩემი ეს ქადაგება ღმერთისთვის მაინც და მაინც მოსაწონი ვერ იქნებოდა. მეორე, ასეთი მოქმედება ედისონის ხასიათის ჩამოყალიბებაში უარყოფითად იმოქმედებდა. და მესამე, იურიდიულად მე არ მქონდა მოედანზე ასე მოქცევის უფლება. მოედანი იყო ადგილი, სადაც ჩემ შვილს უნდა ემეფა და არა მე, მის მშობელს. მას თავად უნდა მოეპოვებინა ავტორიტეტი. როცა ცოტა დავწყნარდი, ლიზამ და მე გადავწყვიტეთ ედისონისთვის გვესწავლებინა თლიფსისთან გამკლავება. ყოველ საღამოს ვლაპარაკობდით, თუ როგორ გაეძლო სირთულეებისათვის, რომელიც მასზე დაცინვის სახით იყო მოვლენილი. ერთ დღესაც ბრძოლაში სამოქმედო სტრატეგიით აღჭურვეთ და ისე გავუშვით სკოლაში. რა თქმა უნდა, თუ ვიგრძნობდით, რომ ედისონი დიდ საფრთხეში იქნებოდა, მაშინ მასწავლებლებს დაურეკავდით. ედისონმა ბავშვობაშივე ისწავლა კონფლიქტების მოგვარება და რთული სიტუაციების დაძლევა, რის შედეგადაც შეიძინა ძალიან კარგი უნარჩვევები. მან ისწავლა ადამიანებთან ურთიერთობა. 2004 წელს იგი ჩვენი მსახურების პირველი საფეხურის თანამშრომლებს შეუერთდა. ამ დროისთვის ჩვენთან 40-მდე ქრისტიანი მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ისეთები, როგორც თინეიჯერები არიან და ასევე 60 წელს მიღწეული ქრისტიანებიც.
მე ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ ედისონს განსაკუთრებულად არ უნდა მოპყრობოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენი შვილი იყო. 6 თვის შემდეგ ლიდერებმა მითხრეს, ჩვენ გვინდა ედისონი ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელად დავნიშნოთ. ეკლესიათა შორის ურთიერთობები ჩვენი მსახურების ერთ-ერთი უმთავრესი განყოფილებაა. ამიტომ მე მათ ვკითხე, თუ რატომ უნდათ ედისონის ამ პოსტზე დანიშნა. იმიტომ რომ თქვენი შვილი ლიდერია, მიპასუხეს თანამშრომლებმა. ედისონის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ამ განყოფილებამ მნიშვნელოვანი წარმატება მიიღო. მან არა მხოლოდ ამ განყოფილების თანამშრომლების ნდობა მოიპოვა, არამედ ყველა მსახურისა, რადგან ხედავდნენ, რამდენად ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებდა იგი კონფლიქტებთან და პრობლემების დროს. დღეს ედისონი 25 წლისაა და Messenger International-ის უფროსი მმართველი ოფიცერია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს თავის მოვალეობას და თანამშრომლებს ძალიან უყვართ. ისინი ენდობიან მას და მიჰყვებიან მის ხელმძღვანელობას. ახლა ასეთ კითხვას დავსვამ. როდესაც ედისონს სკოლაში დასცინოდნენ, უნდა გამომეყვანა თუ არა იგი იმ დაწესებულებიდან და სახლში მიმეცა მისთვის განათლება? იქნებ სისასტიკეშიც ჩამითვალოთ, რომ კვლავ ვაგრძელებდი საკუთარი შვილის სკოლაში გაგზავნას, სადაც მას ყოველდღე დასცინოდნენ და აბუჩად-იგდებდნენ? ალბათ არა, 100 ღმერთიც. იგი არ არის სასტიკი, როდესაც რთულ სავალ ადგილებში მიგვიწვება, რომლებიც უნდა დავიპყროთ ღმერთის სასუფევლისათვის. შემოქმედმა იცის, რომ ეს სასარგებლოა ჩვენი საბოლოო მიზნისთვის და დიდებას მოუტანს მას და მის ერს. თუ ამ გამოწვევას მისი მადლის ძალით მივიღებთ. განსასწრების წყარო. მანამ სანამ ამ საკითხზე საუბარს გავაგრძელებთ, ჯერ გავარკვიოთ, რა არის განსასწრების და სირთულეების წყარო და როგორია ღმერთის ნება მათთან მიმართებაში. ამ თემის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის შესაძლოა იქცეს დაბრკოლების ლოდად ბევრი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი ცხოვრების სამ მთავარ სფეროში. სწორედ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ამ თავის დარჩენილ ნაწილს მთლიანად მოცემულ საკითხს დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ განვაგრძობ მეფობაში შესვლის საკითხის განხილვას. მაგალითები, რომელიც ამ დრომდე განვეხილეთ, გვიჩვენებენ, რომ ღმერთი არაა განსასწრების წყარო. ლიფსისი, სირთულეები, ზეწოლები და განსასწრები ცოდვით დაცემულ სამყაროში არსებული ძალებისგან მომდინარეობენ. ეს ყოველთვის ასეა? ამ საკითხში კარგად უნდა გავერკვეთ, რადგან თუ ოდნავ მაინც დაუშვებთ იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ამა თუ იმ განსასწრების ინიციატორი ღმერთია, შესაძლოა აღარ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, ისე როგორც საჭიროა. ომში მიმავალმა ჯარისკაცმა იცის, ვის უნდა ებრძოლოს. და თუ ის საკმარისად ბრძენია, მტრის საბრძოლო ტაქტიკა ექნება შესასწავლი. ამ მებრძოლს ეჭვიც არ ეპარება თავისი მტრის ვინაობაში. თუმცა ჩემი 30 წლიანი მსახურების განმავლობაში მრავალ მორწმუნეს შევხვდი, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, თუ ვინ იდგა განსასწრების მიღმა. სამწუხაროდ, მათთვის უცნობია მტრის სტრატეგია. არადა ისინი მოწოდებულნი არიან იყვნენ ბრძენნი, რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები. 2 კორინთელთა 2:11. საიდან ვიცით სატანის ტაქტიკა? იესო გვეუბნება, ქურდის მიზანია, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. იესო ამბობს, ჩემი მიზანია, რომ სიცოცხლე გქონდეთ და უხვად გქონდეთ. იოანეს 10:10. იოანეს სახარებაში მეათე თავი იესო ქურდს უწოდებს სატანას და მის დამქაშებს. მოგვიანებით კი მას წუთისოფლის მთავარი უწოდა. პავლე მას ამ საუკუნის ღმერთად 2 კორინთელთა 4:4-ში და ჰაერის ძალთა მთავრად ეფესელთა 2:2-ში მოიხსენიებს. სატანა არ არის ის, ვინც ადგენს წუთისოფლის მმართველობის სისტემებს. ის არის ჩვენი კონფლიქტების, ყოველგვარი განსასწრების ერთადერთი წყარო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, უხილავის სამყაროს ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ეფესელთა 6:12. იოანეს სახარებაში 10:10 მოცემული უფლის შეფასება და პავლე მოციქულის ეს სიტყვები მოწმობენ იმის შესახებ, რომ განსასწრები და სირთულეები
განეკუთვნებიან კატეგორიას, მოიპაროს, მოკლას და მოსპოს და წარმოიშვებიან ეფესელთა მიმართ წერილში 6:12 აღწერილი ბოლოტი ძალების მოქმედების შედეგად. მეორეს მხრივ, იესოს მიზანია განაცხადოს მამის ნება. ასე რომ ღმერთს უნდა იცხოვროს სიცოცხლის სრული სისავსით. როდესაც რაიმე სახის ტანჯვას და სირთულეებს ხვდები, ფილტრად გამოიყენე იოანეს 10:10. რათა განსაზღვრო ვინ დგას ყოველივე ამის უკან. ღმერთი თუ მტერი. მოდით წავიკითხოთ რამდენიმე მაგალითი, რათა ცხადად დავინახოთ, როგორ მუშაობს ეს პრინციპი. სირცხვილი, ბრალი, მსჯავრდება. თუ სირცხვილის, ბრალის და მსჯავრდადების განცდას იოანეს 10:10 ფილტრით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სამივე ქურდობის კატეგორიას მიეკუთვნება და ღმერთთან არაფერი საერთო არ აქვს. მაგრამ უკეთ რომ დავწმუნდეთ, მოდით მეტად ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. მე ფსალმუნი ამბობს: ადიდე, სიყვარულით გულიდან წამოსული ქება, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ, რაც კეთილი გიყო. ის არის შენი მპატიებელი, ყველა შენი ბრალისა, ურნალი, ყველა შენი სნეულებისა. ფსალმუნი 102, 2-3 მუხლები. გაიხსენე ყველაზე სანდო პიროვნება, რომელსაც იცნობ. იქნება ეს შენი მეუღლეა, მშობელი, ბებია ან ბაბუა, ან შენი ექიმი. ამ პიროვნებას არასოდეს მოუტყუები ხარ. იმედი მაქვს არსებობს ასეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში. ან შესაძლოა უწინ ყოფილა. წარმოიდგინე, რომ შენთვის ყველაზე სანდო ადამიანი გპირდება ამას, რაც ახლახანს წავიკითხეთ. ამ პიროვნებას შესწევს თავისი დაპირებების შესრულების ძალა და უნარი. ახლა კი დამეთანხმეთ, რომ ღმერთი გაცილებით სანდოა, ვიდრე პიროვნება, რომელზეც შენ გაიფიქრე. ღმერთი გვასწავლის არ დავივიწყოთ არც ერთი მისი სიკეთე, არც ერთი. პირველი სიკეთე გახლავთ ის, რომ მან ცოდვები გვაპატია, საოცარია. რა სიკეთეა, რა წყალობა და რა სიყვარული. თუ ეს აქამდე არ იცოდით, მაშინ კარგად დაიმახსოვრებ. შენ მოგეტევა ცოდვები იესო ქრისტეში. არ არსებობს შენს მიერ ჩადენილი ისეთი ცოდვა, რომელსაც ქრისტეს სისხლი ვერ წაშლის. ასე რომ, თუ შენ სულში ბრალი, სირცხვილი და მსჯავრი გაქვს, წარსულში ჩადენილი ცოდვების ან ნათქვამის გამო, რაც უკვე ღმერთმა გაპატია, იცოდე, რომ ღმერთი არ დგას ამ საშინელი გრძნობების მიღმა. აი რას ამბობს პავლე მოციქული ამ საკითხის შესახებ. ვინ გაამტყუნებს ღვთისმორჩეულებს? ღმერთია გამმართლებელი. არა, მან თავად მოგცა უფლება მასთან დგომისა. ვინ დაგვდებს მსჯავრს? ქრისტე იესო? არა, რადგან ის ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა და ღმერთის მარჯვნივ ზის და შუამდგომლობს ჩვენთვის. რომაელთა 8 33-34 მუხლები. ბრწყინვალედ არის ნათქვამი. ვინ გაბედავს ბრალი დაგვდოს? ღმერთი? არა. მაშ ვინ დაგვდებს მსჯავრს? იესო ქრისტე? არა. აბა დაფიქრდი. ღმერთმა იესო ქრისტე მაშინ წარმოგზავნა, როცა შენ ჯერ კიდევ მისი მტერი იყავი. იესო დათანხმდა ამის გაკეთებას და სულიწმინდა აღასრულა ეს საქმე. და ახლა რატომ დაგვდებს მსჯავრს მამა ღმერთი ან სულიწმინდა? რატომ ჩაგვაგდებს სირცხვილში, როცა შენ ღმერთის მტერი კი არა, უკვე მისი შვილი ხარ? რატომ დაგდებს მსჯავრს, როდესაც ეს მან უკვე შენ მაგივრად იესოს შეამთხვია? განა იესოს მსხვერპლი საკმარისი არ არის? თუ საუკუნო არ არის? მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენთ ჩვენ სინდის მკვდარი საქმეებისაგან, ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის. ებრაელთა 9:14. ქრისტეს მსხვერპლმა არა მხოლოდ ჩვენი ცოდვები წაშალა ღმერთის წინაშე, არამედ ჩვენი სინდისიც განწმინდა ცოდვის ბრალისაგან, სირცხვილისაგან და მსჯავრისაგან. თუ კი შენ მისთვის ცოცხლობ და ისწრაფი დაემორჩილო მის სურვილებს, მაგრამ გტანჯავს წარსული ცოდვებისაგან გამოწვეული გრძნობები და აზრები, იცოდე, რომ ისინი მტრისგან მომდინარეობენ, რათა გაგანადგუროს. მთელი ძალით აღუდექი წინ მტერს, როგორ? იესოს მსგავსად, რომელსაც იგივე მტერის სდი და უდაბნოში. იესოს იარაღს ღმერთის სიტყვა წარმოადგენდა
მომდევნო თავებში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ საკითხზე. მიაქციეთ ყურადღება, თუ შენ ღმერთს არ ემორჩილები, მაშინ შენი გული გდებს მსჯავრს. იოანე წერს, ვინაიდან თუ კი ჩვენი გული გდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე იცის. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფლის წინაშე. 1 იოანეს 3:20-21. ამ მუხლში სიტყვა მსჯავრი არ ნიშნავს სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის. თუმცა ხშირად ამ მნიშვნელობით გამოიყენება. ბერძნული სიტყვის კატაგინოსკო ნიშნულობა, რომელიც მოცემულია ორიგინალის ტექსტში, არის ბრალის წაყენება, ბრალის პოვნა, შეპასუხება. ჩვენი სინდისი გვიცავს, რათა შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ ღმერთთან მოზიარეობა. თუ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით და არ ვაუმჯობესებთ მასთან მოზიარეობას და მეტად აღარ ვითარდებით, მაშინ სულიწმინდა დაიწყებს ჩვენს გამოსწორებას, როგორც მოსიყვარულე მამა. შვილო უფლისაგან წრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებას ნუ წაუყრუებ. ებრაელთა 12:5. იგი გვსჯის ურთიერთობების აღდგენის მიზნით, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მის ხატებას და არა იმისთვის, რომ მოკლას, გაგვძორცოს და გაგვანადგუროს. გახსოვდეთ, რომ მსჯავრდადებას და გამოსწორებას უსიამოვნო შეგრძნება ახლავს. ეს არ გვანიჭებს კომფორტს. ეს პროცესი მტკივნეულიც კია. ყოველგვარი წრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. ებრაელთა 12:11. თუმცა ამ ორ გრძნობას შორის უდიდესი განსხვავება არსებობს. მსჯავრდადება სიტუაციიდან გამოსასვლელ გზას არ იძლევა. ის გვტოვებს სირცხვილში, ბრალდებაში და ცდილობს მუდმივად მსჯავრის ქვეშ გვამყოფოს. გამოსწორება კი ყოველთვის გამოსავალს გთავაზობს. ამ გზას მონანიება ჰქვია. თუ შენმა სინდისმა იცის, რომ ურჩობაში ცხოვრობ, მაშინ ეს ღმერთისთვისაც ცნობილია, რადგან ის შენ სინდისზე, შენს გულზე უფრო დიდია. ნუ დააგვიანებთ ღმერთისათვის ანგარიშის ჩაბარებას. ყისვე მოინანიეთ, როცა არასწორად მოიქცევი. აღიარეთ ცოდვა და უფალი მოგიტევებს. ეს ძალიან ადვილია. იოანე წერს, შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესწოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესწოდავს, ყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. 1 იოანეს 2:1. ყურადღება მიაქციეთ, რომ იოანე არ ამბობს, როცა სცოდავთ. არა, მიზანი მდგომარეობის შემდეგში არ შესწოდოთ. ცოდვისგან დაბინძურებული სინდისი კვლავ ცოდვაში გითრევს. მაგრამ ღმერთის წინაშე სწორ მდგომარეობაში მყოფი სინდისი ძალას მოგანიჭებს ცოდვაზე გასამარჯვებლად. ამის ცოდნა გეხმარება მუდამ გახსოვდეს, რომ ცოდვა დამარცხებულია შენ ცხოვრებაში და მოცემული გაქვს მადლი, რათა ცოდვისგან სრულიად თავისუფალმა იარო. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, წერს პავლე, რამე თუ მადლის ქვეშ ხართ, რომაელთა 6:14. ამიტომ ჩვენი მიზანი არ შევცოდოთ. ღმერთის მადლი ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება, მაგრამ თუ შევცოდავთ, შეგვიძლია მაშინვე მივიდეთ ღმერთთან და ვირწმუნოთ მისი სიტყვა. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის სარწმუნო და მართალი მოგვიტევებს და განწმენს ყოველგვარი უკეთურებისაგან. 1 იოანეს 1:9. სარწმუნო ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მოგიტევებს, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ დაეცემი. მართალი ნიშნავს იმას, რომ მოგიტევებს მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და რა გააკეთე. ამიტომ, როდესაც ის გწმენს ყოველგვარი უკეთურებისგან, ნიშნავს ყველა სახის უკეთურებისგან, ყველა ცოდვისგან და მის წინაშე სუფთა ხარ, ისე ხარ თითქოს არასოდეს შეგიცოდავს. ქრისტეს სისხლი გვაშორებს ცოდვას ისე, როგორც აღმოსავლეთია დასავლეთისგან გაშორებული. ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება, რომელიც მორწმუნეს ხელს უშლის იმეფოს ცხოვრებაში, ცოდვისგან დაბინძურებული სინდისია. როდესაც ღმერთის წინაშე უკვე აღიარებული და მონანიებული ცოდვის გამო სირცხვილს, ბრალსა და მსჯავრდებას ვებრძვით, ეს გვასუსტებს. ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც სწორედ მტრის
და არა ღმერთის მიერ პროვოცირებული ძლიერი ბრალის, სირცხვილისა და მსჯავრდადების გამო რწმენას ჩამოშორდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბევრჯერ შესწოდეს ერთი და იმავე ცოდვით, ან მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ ზრდებდა ბრალს, სატანამ მათი განუახლებელი გონება გამოიყენა და ისინი ბრალის, სირცხვილისა და მსჯავრდადების მორებში ჩაძირა. ამ ადამიანებმა ან საერთოდ მიატოვეს ღმერთი, ან უნაყოფო რწმენის დონემდე დაეშვნენ, რაც დანაშაულის გრძნობამ გამოიწვია, იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებაში ემეფათ, ცხოვრების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. მას ჩამოყალიბდეთ. თუ შესწოდე, მაგრამ აღიარე და გულით მოინანიე, მაშინ ღმერთი ისე გიყურებს, თითქოს არასოდეს შეგეცოდოს. უფლის საკვირველი მადლის გამო ეს 100 ადვილად შესაძლებელი გახდა. ეს უნდა დაიჯერო. ნიშნულოვანია კიდევ ერთი რამ აღვნიშნოთ. თუ შენ ჭეშმარიტად ღმერთის შვილი ხარ, მაშინ ყველაზე მეტად ის გინდა, რომ ღმერთს აამო. რამე თუ მისი სიტყვა იმყოფება შენში. მაგრამ ადამიანი, რომელიც შეგნებულად განაგრძობს ცოდვაში ცხოვრებას, არ არის ჭეშმარიტად ღმერთსაგან შობილი. თუ შენ ცოდვის გამართლებას ეძებ, იცოდე, რომ სახიფათო გზასად გახარ. პირდაპირ რომ ვთქვათ, გადარჩენილიც არ ხარ. ამის შესახებ ბიბლია გარკვევით ამბობს, ვინც ცოდვას აგრძელებს, ვერ შეუწვნია უფალი. ასეთი ადამიანი ეშმაკს ეკუთვნის. 1 იოანეს 3:6-8. ავადმყოფობა, დაავადება, ფიზიკური უძლურება. რა ძალას გვაძლევს მადლი იმისთვის, რომ ავადმყოფობაზე, დაავადებასა და ფიზიკურ უძლურებაზე ვიმეფოთ? მოდით წავიკითხოთ, რას წერს მეფსალმუნი ამის შესახებ. ადიდე სულო ჩემო უფალი და ნუ დაივიწყებ, რაც კეთილი გაგიკეთა. ის არის მპატიებელი ყველა შენი ბრალისა, კურნალი ყველა შენი სნეულებისა. ფსალმუნი 102:2-3 მუხლი. მოდი ისევ გაიხსენე ეს პიროვნება, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი და შემდეგ დაფიქრდი იმაზე, რომ ღმერთია ის, ვინც ნდობის ღირსია. უფალი თავისი აღთქმის ერთგულია. პირველი სიკეთე, რაც ზემოთ მოყვანილ ფსალმუნიდან ჩანს, არის ის, რომ ღმერთი ყველა ცოდვას გპატიობს და ეს ყველაფერი არ არის. იმავე ფსალმუნში ვკითხულობთ, რომ არ დაივიწყო მისი კიდევ ერთი კურთხევა. ღმერთი, რომელიც არასოდეს ცრუობს, გვეუბნება, განკურნავ ყველა შენ სნეულებას. ის არ ამბობს, რომ შენი დაავადების მხოლოდ 98%-ს განკურნავს. არა. ყველა შენი სნეულისა 100% ღმერთის მიერ განკურნება იესოს გამომსყიდველი ღვაწლის ნაწილია და ცოდვათა პატიებას უთანაბრდება. ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ იესო დაიტანჯებოდა, რათა ჩვენთვის სულიერი და ფიზიკური თავისუფლება მოეცა. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული, მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო. ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ესაიას 53:4-5 მუხლები. ებრაული სიტყვა, რომელიც სნეულების გამოსახატავად გამოიყენება, არის ქოლი. სტრონგის სიმფონიის მიხედვით მისი მნიშვნელობებია ავადმყოფობა, წუხილი, დაავადება. ბიბლიის ცნობილი მკვლევარი და მწერალი ჰენრი ტაილერი ამ სიტყვას განმარტავს, როგორც დაავადება, მწუხარება, ავადმყოფობა. ეს ტერმინი 24-ჯერ ხვდება ძველ აღთქმაში და აქედან 21-ჯერ გამოყენებულია ავადმყოფობასთან მიმართებაში. ფიქრობ, ზემოთ მოყვანილ მუხლში ქოლი სრულიად შესაძლებელია გადათარგმნილიყო, როგორც ავადმყოფობა ან დაავადება. ამ აზრს ბიბლიის გაფართოვებული თარგმანიც ამყარებს. ნამდვილად ჩვენს გამო იტვირთა ჩვენი სნეულებანი, ავადმყოფობა, დაავადება და მწუხარება. და იარებით, რომელთაც დაჭრილი იყო, განვიკურნეთ და გამოვჯამთელდით. ესაიას 53:4-5 მუხლები. ბიბლიის მსოფლიო თარგმანში ვკითხულობთ, ნამდვილად მან იტვირთა ჩვენი ავადმყოფობა და მისი ჭრილობებით განვიკურნეთ.
ბიბლიის ახალ ინგლისურ ვერსიაში ვკითხულობთ. მან აიღო ჩვენი ავადმყოფობანი და მისი ჭრილობებით განვიკურნეთ. შემთხვევით არ არის, რომ მე ფსალმუნე და ესაია წინასწარმეტყველი ერთ წინადადებაში გადმოსცემენ ყველა ცოდვის მიტევებას და ყველა დაავადებებისაგან განკურნებას. ერთიც და მეორეც გოლგოთაზე ქრისტეს მიერი ღვაწლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სახარებაში ვერსად ვერ ნახავ ქრისტესთან მისულ პიროვნებას, რომელსაც უარი უთხრეს განკურნებაზე. იესოს არასდროს უთქვამს, უნდა აიტანო ავადმყოფობა, რადგან მამაჩემი მისი მეშვეობით გასწავლის. თუმცა მორწმუნეები, მათ შორის მასწავლებლებიც კი, ხშირად ამბობენ მსგავს სიტყვებს. მოდი, ლოგიკურად მივუდგეთ ამ საკითხს. დღეს რატომ შეიცვალა ქრისტეს ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. ებრაელთა 13:8. ის დღესაც არ გვეტყვის უარს, ისევე როგორც დედამიწაზე მოღვაწეობის დროს არავის ეუბნებოდა უარს. მეტიც, თუ ფიქრობ, რომ ღმერთი ავადმყოფობის მეშვეობით რაიმეს გასწავლის, მაშინ რატომ მიდიხარ ექიმთან სამკურნალოდ? რატომ ებრძვი იმას, რასაც ღმერთი შენ სასიკეთოდ იყენებს? ხედავ, რამდენად არალოგიკურია ასეთი აზროვნება. მოციქულთა საქმეების წიგნშიც არც ერთი ადამიანისთვის, რომელთაც განკურნება სურდათ, უარი არ უთქვამს ღმერთს. მოციქულებს არასოდეს უპასუხიათ მათთვის. არ ვიცით შენი განკურნება ღმერთის ნებაა თუ არა. იმეც ნუ დაკარგავ, იქნებ განიკურნო. განკურნება ყოველთვის ხდებოდა. ვინც ეძებდა, იღებდა კიდეც. რადგან ესაიას 53 თავში და 102 ფსალმუნში ვხედავთ, რომ განკურნება იესოს ღვაწლის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ცოდვების პატიება, აბსოლუტურად თვალნათლივია. თუ ერთზე უარს ამბობ, მაშინ მეორეზეც უარი უნდა თქვა. დღესაც ასეა. ავადმყოფობა, დაავადებები და ფიზიკური უძლურებები მოიპაროს, მოკლას და მოსპოს ამ კატეგორიებში შედიან. ეს განსაცდელია, რომელსაც შეგვიძლია წინ აღვდგეთ. ვიცით რა, რომ ქრისტეს გოლგოთის მსხვერპლის წყალობით განთავისუფლდით მათი ძალაუფლებისაგან. ავადმყოფობა, დაავადებები და ფიზიკური უძლურებები არ წარმოადგენენ ღმერთის ნებას ჩვენს ცხოვრებაში. გამოსყიდვა დღესაც შეურყეველი და ხელუხლებელია. ამიტომაც წერს პავლე მოციქული, თავად მშვიდობის ღმერთმა წმინდა ყოთ სრულად და მთლიანად, სული, სამშვენელი და სხეული დაცულ იქნეს უმციკლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის. თესალონიკელთა 5:23. აქ საუბარია როგორც სხეულზე, ასევე სამშვენელსა და სულზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთს სურს, როგორც სული და სამშვენელი, ასევე შენი სხეულის ჯანსაღი და მთელი იყოს და ისე ფუნქციონირებდეს, როგორც დასაწყისშივე განიზრახა ღმერთმა. ვიღაც ალბათ მეტყვის, ერთ ადამიანს ვიცნობდი, რომელსაც სჯეროდა, რომ ღმერთი განკურნავდა, მაგრამ გარდაიცვალა. მაშინ მე გკითხავ, ჩვენი რწმენა რას უნდა ეფუძნებოდეს? იმას, ვის რა დაემართა, თუ ღმერთის სიტყვას? ეს აზრი შენს გონებაში და გულში უნდა იყოს გამჯდარი. პავლე ამბობს, თორემ რა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთისრწმენას? არამც და არამც, ღმერთი ჭეშმარიტია, რომელთა 3:3-4 მუხლები. პირდაპირ რომ ვთქვათ, შენ დარწმუნებით ვერ იტყვი თუ რა სწამდა იმ გარდაცვლილ ადამიანს თავის გულში. შესაძლოა, გარეგნულად გამოხატავდა, რომ სჯეროდა განკურნების, მაგრამ სინამდვილეში შიშობდა ვაი თუ ვერ განკურნებულიყო. ჭეშმარიტი რწმენა ადგილს არ აძლევს ეჭვს. შესაძლოა ადამიანი ერთ რამეს ამბობდეს და იცოდეს გონებით, რომ რასაც ამბობს სიმართლეა, მაგრამ გულში სხვანაირად სწამდეს. მას როგორ დავეყრდნოთ სხვა ადამიანის გამოცდილებას, რომელიც წმინდა წერილის საპირისპიროს ამტკიცებს, თანაც ისე, რომ არ გავასამართლოთ? მაგალითად, თუ ჩვენი ახლობელი უდროოდ წავა ამ ქვეყნიდან ავადმყოფობის გამო, აი როგორი დამოკიდებულება გამოვიმუშავე ამ საკითხთან მიმართებაში. წმინდა წერილი გვეუბნება,
რომ ჩვენ სარბიელს გავრბივართ. დისტანციაზე სირბილისას ყველა მონაწილე თავის ხაზს მიუყვება. თუ რომელიმე ადამიანის გამოცდილება არ ეფუძნება წმინდა წერილის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს, მაშინ დატოვეთ ის თავის სარბიელ ბილიკზე. მაგრამ თქვენს ხაზზე ნუ გადმოიყვანთ. ეს საკითხი მართალ მოწყალე ღმერთსა და იმ პიროვნებას შორის რჩება. ასეთი მოპყრობით შენი რწმენა აღარ შესუსტება, მაგრამ თუ რომელიმე პიროვნების მოწმობა ღმერთის მარადიულ სიტყვასთანაა თანხმობაში, მაშინ გადმოიყვანე ის შენს ხაზზე, რათა უფრო ძლიერად ირბინო. სანამ ღმერთის აღთქმებს მიიღებდე შენს ცხოვრებაში, საჭიროა მთელი გულით ირწმუნო, რას ამბობს წმინდა წერილი. და როცა ირწმუნებ, მაშინ გახდები შეუპოვარი სულში, ბარტემეოსის მსგავსად. იესო თავის მოწაფეებთან ერთად იერიხოდან უნდა წამოსულიყო. გარს უამრავი ადამიანი ეხვია. გზის პირზე ერთი ბრმა კაცი იჯდა, სახელად ბარტიმეოსი. როდესაც შეიტყო, რომ იესო მოდიოდა, ყვირილი ატეხა. გარშემო მყოფები აჩუმებდნენ და უკრძალავდნენ მოძღვრის შეწუხებას. მაგრამ ის უფრო მეტად უწევდა ხმას. ამ ადამიანს რწმენის საფუძველი მხოლოდ გონებაში კი არ ჰქონდა, არამედ გულშიც. ბარტიმეოს გულით რომ არ ერწმუნა, რომ ღმერთს მისი განკურნება სურდა, ის აღარ გააგრძელებდა ყვირელს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხალხი ცდილობდა მის გაჩუმებას. შესაძლოა, ის დადუმებულიყო და ასეთი რამ ეფიქრა. რადგანაც იესო აქეთ აღარ გამოივლის, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს სურს ბრმად დავრჩე. მაგრამ ბარტიმეოსმა არ დაიჯერა ეს სიცრუე. ის კვლავ ყვიროდა. აბა წაიკითხეთ რა მოხდა შემდეგ. და შედგა იესო. მარკოზის 10:49. რა საოცარია. იესო იერუსალიმისაკენ გაემართა, რათა ის მისი აღესრულებინა, რისთვისაც მოვიდა დედამიწაზე. იესოს მთელი ყურადღება თავისი მისიის შესრულებაზე ჰქონდა გადატანილი. იგი უამრავი ადამიანით იყო გარემოცული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ფიზიკური საჭიროება გააჩნდა. თუმცა ამ საჭიროებებმა ვერ აიძულეს იგი დროებით შეეჩერებინა დავალების შესრულებისას. ეს ბრმა კაცი კი ხმა მაღლა ყვიროდა და ვერ აჩერებდნენ. იესომ გაიგონა რა მისი ხმა თქვა, დაუძახეთ. მოწაფეებმა დაუძახეს ბრმა კაცს, უთხრეს, ნუ გეშენია, ადექი გეძახის. მარკოზის 10:49. შემდეგ მოძღვარმა ჰკითხა, რა გინდა რომ გაგიკეთო? სერიოზულად ამბობ? ეს რა კითხვაა? ბრმა კაცს, რომელიც სხვისი დახმარების გარეშე ვერ დადის, ეკითხებიან რა ჭირდება? ისედაც ხომ ნათელია მისი საჭიროება. და რატომღა დაუსვა იესომ ასეთი კითხვა? განა არ იცოდა ამ მათხოვის პრობლემა? დასცინა იესომ? რა თქმა უნდა არა. უფალს სურდა ბარტიმეოსის რწმენა დაენახა. ბარტიმეოს რომ ეთქვა, ვიცი რომ მხედველობის დაბრუნება დიდი სათხოვარია, ამიტომ იქნებ მხოლოდ თავის ტკივილისგან გამათავისუფლო, რომელიც რამდენიმე დღეა მაწუხებს, მაშინ ის თავის ტკივილისგან განეკურნებოდა. ეს რომ სიმართლეა, ბარტემეოსის ნათქვამ იესოს სიტყვებში ვხედავთ. წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მარკოზი იქ მყოფი ადამიანების შესახებ არ წერს, რომლებიც არ განიკურნენ. მან ყურადღება განკურნებულ კაცზე გაამახვილა. არავის მისცე ნება შენი რწმენა შეარყიოს. კიდევ ერთხელ ყურადღებით მოისმინე. ნუ გააკრიტიკებ და განსჯი იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იღებენ განკურნებას ღმერთისაგან. მაგრამ მათ ისტორიას მტკიცებულებად ნუ ჩათვლი. პავლე წერს, თორემ რა, თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას, არამც და არამც. გული მხოლოდ ისეთ მტკიცებულებებს გავუხსნათ, რომლებიც ღვთის სიტყვასთან თანხმობაში მოდიან. უქონლობა და სიღარიბე. გვაძლევს თუ არა მადლი უქონლობასა და სიღარიბეზე მეფობის ძალას? ზოგიერთ ადამიანს ღვთისმოსაობა ხელმოკლეობაში ცხოვრება ჰგონია. არის უკიდურესი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები პირობას დებენ უფლის წინაშე, რომ სიღარიბეში ემსახურებიან ღმერთს. ასეთი აზროვნება
წინააღმდეგობაში მოდის ფილიპელთა მიმართ წერილთან 4:19, სადაც პავლე თავის ქრისტიან თანამსახურებს ეუბნება, ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ ქრისტე იესოში. თუ ამ მუხლს კონტექსტში წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ პავლე მორწმუნეებს კონკრეტულად ფინანსების შესახებ ელაპარაკება. ჩვენი საჭიროებები დაკმაყოფილდება. არა ეკონომიკური და საბაზრო მდგომარეობის და მიხედვით, არამედ ღმერთის სიმდიდრის მიხედვით. ეს საოცარი რამაა, რადგან ღმერთს დიდი სიმდიდრე აქვს, ულევი მარაგები. ამ დანაპირებიდან გამომდინარე, ღმერთს სურს არასოდეს განიცდიდა რაიმე ნაკლოვანებას. მეფსალმუნე წერს: მდიდარნი გაღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს, ვინც სთხოვენ, არავითარი სიკეთი არ მოაკლდებათ. ფსალმუნის 33:11. უქონლობა და სიღარიბე ეს არ არის სიცოცხლე მთელი თავისი სისრულით. ამიტომაც ეს ორი არ წარმოადგენს ღმერთის ნებას შენს ცხოვრებაში. წმინდა წერილი ამბობს, რომ კარგი სახელი სჯობს სიმდიდრეს. იხილეთ იგავის 22:1. ეკლესიასტეს 7:1. თუ გადასახადებს ვერ ვიხდით, სახელს ვიტეხთ. როგორი წარმოსადგენია, როდესაც იესოზე უმოწმებთ ადამიანს, რომელსაც ვალს ვერ უბრუნებ, როგორ მიიღებს ის შენ სიტყვას, როდესაც ხედავს, რომ შენი ცხოვრება წარუმატებლობისაა და მარცხის მაგალითია, მაგრამ თუ შენი მევალე ხედავს, რომ ღმერთი გაძლევს საშუალებას ვალი სრულად დაფარო და ნაქირავე ბინაში კი არა, უკვე საკუთარ სახლში ცხოვრობ, განა ეს მოწმობა არ იქნება ურწმუნო ადამიანისთვის, ღმერთი სიტყვა გვაუწყებს, შენ ასესხებ მრავალ ერს, შენ კი არ ისესხებ. მეორე რჯულის 28:12. რამხელა მოწმობაა, როცა ვალები აღარ გააქვს და ახლა შენგან სესხულობენ და შენი ცხოვრებიდან სახარების ნათელი ბრწყინავს. ამ მუხლებიდან ვხედავთ, რომ ღმერთის სურვილი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება. ღმერთს უნდა რომ წარმატებული იყო. აი მისი ნება, რომლებიც იოანეს ლოცვებშია გადმოცემული. საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად. შეამჩნიეთ, რომ ფრაზა ყველაზე მეტად დახრილი ასოებით დავწერე. ღმერთს ყველაზე მეტად სურს, რომ შენ, მისი შვილი, წარმატებული და ჯანმრთელი იყო. მოდით, ისევ ვიტყვი, ყველაზე მეტად ვიდრე სხვა რამე. მოციქულის ლოცვაში ღმერთის ნებაა გადმოცემული და ამიტომაც ჩაიწერა ბიბლიაში. ღმერთი არ აზვიადებს თავის სიტყვას, რადგან ეს ტყუილი იქნებოდა. ღმერთს კი მოტყუება არ შეუძლია. ასე რომ ჩემო მეგობარო, შეგიძლია დაიჯერო, ღმერთის ნებაა, რომ აყვავდე და კარგი ჯანმრთელობა გქონდეს. საოცარია. რა არის წარმატება? აყვავება? ეს არის გქონდეს იმდენი, რომ მხოლოდ შენი საჭიროება კი არ დააკმაყოფილო, არამედ ის საჭიროებებიც, რომლებიც შენი გავლენის სფეროებში არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული არასოდეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანებისათვის სახარების ქადაგებაში. იქნებ ამიტომაც ამბობს ღმერთის სიტყვა. უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს შენ ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰპიცა შენს მამებს, როგორც დღეს, მეორე რჯულის 8:18. ღმერთი წინააღმდეგი არ არის იმისა, რომ ვფლობდეთ ფულს. მას არ მოსწონს, როცა ფული გფლობს შენ. ფული კი არ არის ყველა ბოროტების ფესვი, არამედ მისი სიყვარულია. ღმერთის ნებაა ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებული იყო, მათ შორის ფინანსურადაც. ბევრი ახალგაზრდა და უტიფარი ქრისტიანი განიცდის სირთულეებს ცხოვრების იმ სფეროებში, რომელთაც ზემოთ შევეხეთ. თუმცა, როდესაც ვიცით, რომ ღმერთი არ არის სირცხვილის, მსჯავრის, ავადმყოფობის, ფიზიკური უძლურების და სიღარიბის ავტორი, მაშინ უფრო ადვილი ხდება დავინახოთ სხვა სფეროებიც, რომელშიც მტერი გვეწინააღმდეგება. ჩვენ ნამდვილ ცხოვრებისულ ომში ვართ ჩართულნი
ღმერთის სასუფევლისთვის. ერთი რამ იცოდე, თუ წინააღმდეგობა მოიპაროს, მოკლას და მოსპოს კატეგორიას ეკუთვნის, მაშინ მას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. არამედ მისი ავტორი სატანა და მისი ძალებია, რომელთაც სურთ დაგამარცხონ და გაგანადგურონ. ჩვენ გვმართებს შეუპოვარი ბრძოლა, რათა ღვთისმსუფევა მოვიდეს დედამიწაზე.